და უფრო დეტალურად თუ რა მოხდა აჭარის უმაღლეს საბჭოში და რატომ ვერ მიიღო დადგენილება გენო გელაძემ, ის თავად ისაუბრებს ჩვენს პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით გენო, დიდი მადლობა სტუდიაში. ბატონო გენო, პროვოკატორი გიწოდეთ დღეს უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წარმომადგენელმა თავმჯდომარემ და აცხადებდა, რომ თქვენი იქ მისვლა არის პროვოკაციის ერთ-ერთი ნაწილი. რატომ გიწოდათ თქვენ პროვოკატორი და როგორი იქნება თქვენი კომენტარი ამ ბრალდებასთან და შეფასებასთან? ეგეთი რამე პროვოკაცია არ ვიცი რა იყო და მართლა არ გამიგე, ეხლა გავიგე პირველად გეტყვით რომ არის რატომ არის პროვოკაცია, მაგრამ მე მაინტერესებდა საჯარო ინფორმაციის ნახვა, რომელიც მერგებოდა როგორც მოქალაქეს, რომ გამეცნო უშუალოდ მენახა ვიზუალურად დოკუმენტი, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო გუშინ უმაღლესმა საბჭომ. არასამუშაოდ იყო გუშინ ფიზიკურად ვერ ვნახავდით ამას, და გამოვიყენე ჩემი კონსტიტუციური უფლება, ავედი როგორც დადგენილი პროცედურა არის, ესე დავიცავი ეს წესი და მე უნდა მენახა დადგენილება და არა თუ დადგენილება ვერ ვნახე, ადამიანის ვერ ვნახე, ვინც ეს დადგენილება ნახა. და ვინც ამის ასლს მომცემდა თუნდაც, იმიტომ რომ არ ჭირდებოდა ბატონო, კი ბატონო, გვინდოდა მე რომ მქონოდა დამოწმებული ასლი, მაგრამ თანახმა ვიყავი რომ მიიღო უბრალოდ ასლი. ვფიქრობ რომ დღეს უმაღლეს საბჭომ ულად გაერთულა ცხოვრება. ანუ არაფერი არ იყო ისეთი, იქ უბრალოდ ძალიან მარტივად ჭირდებოდა ინფორმაცია, რომელიც მერგებოდა კანონმდებლობის შესაბამისად, ხო? შეიძლება ეს საქმე შეფასდეს როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად რაღაც კვალიფიკაცია მიეჭვს. ეხლა არ ვიცი ეს არ გამორიცხული ეს ვერ იქნება, უბრალოდ უმაღლესმა საბჭომ განზრახ არ გასცა ინფორმაცია, გეტყვით რომ გამოვიყენე ყველა მეთოდი რაც შეიძლება და საქართველოს ინფორმაციის მიღებას დაუყოვნებლივ. გქონდათ თუ არა ამის საფუძველი და გქონდათ თუ არა დეპუტატებს ამის ვალდებულება. გეტყვით ეს ახალი ამბავი არ არის და მინდა რომ ყველა მიცოდეს რომ არსებობს ინფორმაცია რომელიც უნდა გაიცეს დაუყოვნებლივ თუ ადამიანი დადგენილი წესით მოითხოვს. მაგალითად დეპუტატებმა ამის შესახებ არ იცოდნენ თუ რატომ არ მოგაწოდათ დაუყოვნებლივ. გეტყვით რომ რომელიმე დეპუტატს გეტყვით რომ ცალ-ცალკე რომელიმე დეპუტატს აქვს ეს დოკუმენტი გონიათ, ან მისცეს, იქ აღკარად ყოფოდა რომ დეპუტატთა უმრავლესობა მართლა შეეცადა რომ ეს დოკუმენტაცია ჩვენ მიგვეღო, იმიტომ რომ ანომალია ხვდებით რა შესაქმე დოკუმენტი რომელიც ერთი ფარატი და ქაღალდია რა, ამისი ნახვა ჯერ თვითონაც დაინტერესდა დეპუტატები, თვითონაც ვერ შეძლეს ვერავინ. და მოხდა როგორი ხა ისიც როცა ინფორმაციის გაცემა არ უნდათ სამწუხაროდ, ხო არა და ხოლმე არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა იქ რა. არა, გასაგებია რომ არ უნდათ, მაგრამ თუ კარგად იცნობენ თავიანთ ვალდებულებებს და თქვენ ამბობთ რომ დაუყოვნებლივ გაცემის ვალდებულება არსებობდა ამ შემთხვევაში, მაშინ რასთან გვაქვს საქმე? როგორ განზრახ ინფორმაციის არ გაცემასთან, კი ბატონო, ვიღარ საჯარო მოხელეებმა ამითი გარკვეული სამართალდარღვევა ჩაედინეს ეს. ანუ ერთი მხრივ ითხოვს იმას, რომ ეს დოკუმენტი არ მენახა, რომ რატომღაც თვითონ დარწმუნებული იყვნენ, რომ მე დღეს რაღაცას გავასაშორებ. ნათელი წარმოდგენა შეექმნეს, რაზე ვსაუბრობთ, რა დადგენილებაზეა საუბარი? საუბარია დადგენილებაზე, რომელიც ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ გუშინ უქმე დღეს 9 აპრილს მიიღო და რომელითაც საქართველოს პარლამენტს წარუდგინა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეობის კანდიდატი. შინაარსობრივ ხარეს მე არ ვეხები და ჯერ კიდევ 3 დღის წინ საზოგადოებრივ მაუწყებლის პირდაპირ ეთერში თქვია გამოვავი რომ იმის გამო რომ უმაღლეს საბჭომ ამისი მსჯელობის ამ საკითხზე მსჯელობის ვადა ჯერ კიდევ ორ შაბათს ანუ 7 აპრილს გაუშვა უკვე დაარღვია ხო 7 აპრილის შემდგომ ნებისმიერ შემთხვევაში თუ კი ამ საკითხზე შეიკრიბებოდა იცოდნენ მათ ჩემი აზრი მე რომ წარვედგინე თუნდაც მაინც გასაჩივრდებოდა ეს ვიდრე იქნებოდა უკანონო რადგან ეს უკანონო სამართლებრივი აქტია მამის შესახებ არ იცოდნენ რომ პროცედურულ დარღვევებთან გვაქვს უკვე როგორ ფიქრობთ ეხლა მე ამ შემთხვევაში უმაღლეს საბჭოს ყველაზე ნაკლებად ვადანაშაულებ პირდაპირ გაგებით იმიტომ რომ არავის არ ექნებოდა სრული დამოუკიდებლად უქმე დღეს 9 აპრილს ხო შეკრებილი იყო ზეწოლა დეპუტატებს ეხლა მე არა ნათელ ხილველი ახლა და არა ჯადოსნური ჯოხი რაღაცები გამოვიცნო ეხლა მაგრამ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ინიციატივა შესაძლოა გამხდარიყო ვერ გეტყვით ფაქტია რომ უმაღლეს საბჭოს ეს თავისი ნებით არ შეიძლებოდა ნდომებოდა ესე ყოფილიყო მაშინ 7 აპრილს შეიკრიბებოდა ხდებით რა შესაქმე ანუ აშკარად კანონი დაერღვა უმაღლესმა საბჭომ შეგნებულად იცოდა რომ ვადას არ ღვევდა თუმცა მაინც გადადგა ეს ნაბიჯი იმიტომ რომ მათზე იყო ზეწოლა ასეთი ფორმულირება თქვენ სიტყვებიდან შეიძლება გაკეთდეთ ეს ხო არ ვიცი ხა ვერ ვიტყვი რომ თლად ესე იყო რომ განზრა გააკეთეს მაგრამ ფაქტია რომ როცა უქმე დღეს შეიკრიბები როცა დეპუტატთა ნაწილს რომელიც თბილისში იმყოფება ჩამოიყვან იმისთვის რომ აი მაინდა-მაინც უქმე დღეს მონაწილეობა მიიღოს სესიაზე არა და არის ხებულ გადაწყვეტილებას რომელიც თავიდანვე ცნობილია რომ კითხვის ნიშნები არსებობს უკვე მის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით. მე შეგახსენებთ თქვენი ეთერში გასულ სიუჟეტს რომელიც 8 აპრილს გავიდა ეთერში და როდესაც უმაღლეს საბჭოს დეპუტატები საჯაროდ იზახდნენ რომ მორჩა ვადა გავიდა
უნდა გამოცხადდეს ხელახლა კონკურსი და ამ დროს უკვე მეორე დღეს ხელახლა იქნება იგივე ადამიანები და უკვე სტომას მართავენ, ხო? ეხლა იმის გამო რომ ამ დოკუმენტზე იყო საუბარი, მესმის რომ ამის გამო შეიძლება გაიწელა, მაგრამ მე უბრალოდ სხვა мотиваციის გამო დავში დღეს. ხედავთ ამ ყველაფრიდან გამომდინარე, იმიტომ რომ პროცედურული დარღვევები არის. დადგენილება თქვენ არ მოგაწოდეს. ეს მთლიანი პროცესი რო შევაჯამოთ, რა საფრთხეები არსებობს? საფრთხე გეტყვით რა არის, რომ პირველი პრობლემა დგავარობს იმაში, რომ რეგიონი, ავტონომია, უმაღლეს საბჭო არ არის დამოუკიდებელი აშკარად, ხო? ამ საკითხში მან დამოუკიდებლობა ვერ გაიჩინა. დღეს უმაღლეს საბჭო ჩემი აზრით ვერ წყვეტ და იმ საკითხს რომ მე მიიღებდი თუ არა საჯარო ინფორმაციას და ეხლა როცა საჯარო ინფორმაცია მე ვერ მივიღე ხო მე ხვის უფლებებს ვისავ ეხლა ამიტომაც დავჭი მთელი დღე იქ რომ მე ჩვენებინა ყველა სამაგალითო ყოფილიყო რომ საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულება შინოვნებთა კეთილნებაზე კი არ არის დამოკიდებული ეს არის კანონით დადგენილი ვალდებულება და მისი არ გაცემისთვის ვიღაცეები უნდა დაისაჯონ ხო? პასუხი გაგცათ თქვენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, როდესაც თქვენ მიმართეთ დღეს. ვიცით რომ პასუხისმგებელი პირი, რომელიც საჯარო ინფორმაციის გაცემაზე არ პასუხისმგებელი არ დაგხვდათ ადგილზე, თუმცა სხვა დეპუტატებსაც მიმართეთ და კონკრეტულად საბჭოს თავმჯდომარეს. მე გამოვიდა უფლება და აბსოლუტურად ყველა დეპუტატი, რომელიც დღეს იმყოფებოდა უმაღლეს საბჭოში, იყო ჩართული ამ პროცესში. ყველას ხო მხარდაჭერა, ყველას ხო ინფორმაციის მიღება რა მხარდაჭერა ჭირდებოდა, ხო? და მე გიტყვით რომ ძალიან არაადეკვატური იყო ჩემი საერთოდ უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარე დამოკიდებული იმიტომ რომ მე არ მეხება რა ხდება მიმართე იმას იცით რა მე ველოდი იმას რომ უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარე ორჯერ შევხვდი მე იმას ასე ვთქვათ გავლის დროს და ორჯერ ქონდა მას საუბარი ველოდი რომ გადაწყვეტა ამ საკითხს იმიტომ რომ ემინდა რომ იყოს ხელმძღვანელი პირები საჯარო სამსახურებში და კერში რომელსაც გადაწყვეტილების მიღების უნარი გააჩნდა და შესაძლებლობა ეხლა არ არის სწორი და არ იმაშინა სწორად რომ ადამიანი ვიზახის რომ მე არ მეხება ნახე ვისაც ეხება ვისაც ეხება როგორ დაიკარგა ეს ხალხი ყველა რა როგორ რამე ეს შეიძლება დაუჯერებელია მაგრამ ვისაც ინფორმაციის გასაცემად შევხვდი და რაღაცა დამპირდა ხო 10 წუთში 15 წუთში ყველა დაიკარგა შემდგომ რა. ეხლა დავჭირ შემდგომ ესე რომ დეპუტატების წინაშე მარტო რა და გეუბნებთ ყველა გაერთულეს ხოვრება. აქ არ არის არაფერზე პრობლემა. ამ დოკუმენტს მე დღეს მივიღებ თუ ხვალ მივიღებ ხო? მეცად გეტყვით ისინი რომ გასაჩივრებას ელოდებოდნენ დოკუმენტი არ მინახავს და როგორ შეიძლებოდა გადამეწყვეტა მის გასაჩივრება ხო? თუ არ უნახე. მაგრამ მეცად გეტყვით რა ესე რომ გააგრძელეს შემდგომ ხო ანუ მალავენ ინფორმაციას რომელიც დამალავს არ შეიძლება ხო? ეხლა უფრო გამიგნებდა იმის ინტერესი რომ თანამდები ნაბიჯები საერთოდ დოკუმენტის გაბათილებას მიხოთ თუ არა და სასამართლოს მიმართავთ თუ არა გადაწყვეტილების შეცვლას. კანონმდებლობას კარგად ჩავხედოთ ხო დოკუმენტი რომ არ იყოს ვერ გავასაჩივრებ ვერ გეტყვით რა გასაჩივრება რომ დომოდა მე კი არ ავიდოდი პირდაპირ გავასაჩივრებდი რა მივავედი იმიტომ რომ როგორც იურისტმა დავიცავი პროცედურა ხო ძალიან მარტივად კანცელარიის გავლით მიმართე ხელმოს დასაშენგო მე როგორც კი დოკუმენტს დახავ ხო ეხლა დღეს გავასაჩივრდება ეს თუ ერთ კვირაში რა იცვლება ამით ის აპირებს დასაჩივრებას გეტყვი დოკუმენტაცია რომელიც მე წარმომიდგენია თუ ისი არის შედგენილი და ვადები მით უმეტეს დარღვეულია იმას გავასაჩივრებ და რატო გავასაჩივრებ იმიტომ რომ იმაჩნია რომ დემოკრატიის შენებლობა რო გვინდა საჯაროდ რო გაიზახია დემოკრატია ბატონო ჩვენ პროცედურებშია პროცედურების დარღვევით თუ ვაშენებ დემოკრატიას ეგრე არ გამოვა და აჭარის წარმომადგენლობითი ორგანო კანონმდებლობას კანონმდებლები არ უნდა არღვევდნენ აი ამას შევესწრებით რომ დავანახოთ ეხლა რამდენად არის ეს დარღვევები ხობენები დოკუმენტი თუ არ უნახე მაგას ვეუბნებოდ დღეს ზუსტად რა მათ ჩვენ ეს დოკუმენტი შეიძლება ეთანხმები პრობლემა არ მით უმეტეს შინაარსობრივი მხარესთან პრეტენზია არ მაქვს ვინ აირჩიე რატომ აირჩიე არანაირად და მე მინდა რომ თქვენ მესამეჯერ იღებდით ამ კონკურსში მონაწილეობას და შესაძლოა შინაარსობრივადაც გქონდეთ სხვა мотиваცია იმიტომ რომ თქვენ მესამეჯერ გახდით ახალგაზრდის კანდიდატი რომელსაც ჰქონდა რეალურად გამარჯვების პერსპექტივა ხო მაგრამ მიუხედავად ამისა მე ხას ვიზახი და რამდენიმეჯერ თქვი უკვე ეს 2-3 დღეს წინ რომ რა გადაწყვეტილებას მიიღებდა უმაღლეს საბჭო ეს პრინციპში ცნობილი იყო ხო რაით საიდან იყო ცნობილი? კი, უყურებლად იყო ამაზე საუბარი, მაგრამ კონკრეტულად რა გაძლიერდა ამის საკითხი, მაგრამ მე შეგვებული ვიყავი, მას ჩემი мотиваცია კონკურსში მონაწილეობისა პირდაპირ მნიშვნელობით იყო ეს, რომ მე ყველას მეჩვენებინა, მათ შორის იმ ადამიანებისთვის, ვინც ხარი არ დამეჭირა პარლამენტში, რომ კვალიფიკაციის და კომპეტენტურობის პრობლემა მე არ მქონდა. მიხდით? ეს ორივე ეტაპზე დავამტკიცე მე და ამიტომაც მე ძალიან გამიხარდა ეს, რომ კომისია მომცა რეკომენდაცია და მით უმეტეს ეს პრინციპული მნიშვნელობა ქონია თქვენ. რა თქმა უნდა, მაგრამ ის რომ უმაღლეს საბჭომ ხარი მე არ დამიჭირა მაგალითად, ხო? აი რომ დაინტერესდება და ნახავს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერს, როცა ჯერ კიდე 3 დღის წინ, ხო? მე იქვე ვთქვი, რომ მეს რო ამირჩიონ მაინც პრობლემა აქვს აი ამ ნორმას, იმიტომ რომ უკვე გარღვეულია პროცედურა და რასთავარია მე ველაპარაკე რამდენიმე უმაღლეს საბჭოს დეპუტატს და ვუთხარი რომ ისე რომ სხვა მომცეთ იცოდეთ რომ ეს კანონმდებლობა უკვე არის დარღვეული და ნუღარ შეიკრიბებით. გამოვიდოდა ისე რომ აჭარის ავტონომიის კვოტაზე ესე რომ თქვა ძალიან მარტივად რო ვთქვა, ხო საზოგადოებრივ მაუწყებელში გამოცხადდებოდა ხელახლა კონკურსი, იმიტომ რომ
იმ სუბიექტმა უმაღლესმა საბჭომ ისაც დასახელების ვალდებულება ქონდა, ეს ვალდებულება არ შეასრულა. ანუ ის ვადა გააუშვა, სამდღიანი ვადა და ეს საკამათო მგონი არ არის. აი თუ ნახავთ თქვენი როგორ არის გენო ძალიან საინტერესოა თუ კი გაბათილდება დავუშვათ და გაბათილდება კონკურსი უმაღლეს საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება როგორ იქნება პროცედურა ხელახლა გამოცხადდება კონკურსი დადგება ეს შედეგი რა შედეგის უნდა დამდგარიყო ან უმაღლეს საბჭო არ უნდა შეკრებილიყო ხო გეუბნებით იმიტომ ამას უმაღლეს საბჭო ვეღარ ჩაერევა პროცესში ანუ თუ კი დავუშვათ ჯერ არც კი ვიცით ხო დავუშვათ გასაჩივდა და გაუქმდა ეს დადგენილება რა ამ შემთხვევაში აღდგება ის მდგომარეობა როცა უმაღლეს საბჭო აღარ შეიკრიბა გამოცხადება ხელახლა კონკურსი ჩვეულებრივად კანონით არ განწესეთ ამაში არანაირი პრობლემა არ არის და მე ახლა ძალიან უხერხულობად ვცნობ იმ ადამიანთან ვინც აირჩიეს გას იმიტომ რომ მე ხო შინაარსობრივი პრობლემა არ მაქვს და ყველას წარმატებას ვუსურვებ მაგრამ მე დარწმუნებული ვინც აირჩიეს არც იმას არანაირი სრული არ ექნება რომ მისი არჩევის საკითხის კანონიერება იდგეს ეჭქვეშ რა თქმა უნდა და ამიტომაც მინდა რომ არ ეკითხვით ნიშნები უმაღლეს საბჭოს დეპუტატს ვერ ენახავთ თქვენ რომელიც ეს არის კანონიერი და სამართლიანი რა და სწორი და კანონი არ დარღვეულა. აი ვერ ნახავთ, თავს ნახეთ, ვინც გეტყვით ამას და თუმე რეგლამენტის საფუძველზე. მაშინ რასთან გვაქვს გენო საერთოდ? ეგეთი გაჟღერდა ამბავი რომ უმაღლეს საბჭოს რეგლამენტის მიხედვით ქონდაო აი 15 დღიანი ვადა არა თუ 3 დღიანი ვადა და ეს ვადა არ დარღვეულაო რა. სამწუხაროდ კი არა საბედნიეროდ უმაღლეს საბჭოს რეგლამენტი საქართველოს კანონზე მაუწყებლის შესახებ მაღლა ვერ დადგება რა. ის როცა დაიღვა კანონი მაუწყებლის შესახებ მორჩა ანუ ის კონკრეტული ვადა უკვე ამოიწურა ხვდებით რა შესაძლოა რასამე რეგლამენტი შენ კონდეს იმ ვადას ვერ შეცვლი კანონის ინტერპრეტაციაზე ისევ აქ საუბარი არა იმ ვადას ვერ შეცვლით ბინო აი რაც გამოკლეთ რო გითხრათ რას აპირებთ რა ფორმით აპირებთ დოკუმენტის მიღებას დოკუმენტის მიღების შემდეგ რა უნდა გააკეთოთ მე ჩვეულებრივი მოქალაქე რომელსაც მინდა რომ მიიღო ინფორმაცია განსაკუთრებით კანდიდატი ვიყავი თავის დროზე და ორ მაგათმა ამ ინფორმაციის ნახვის საშუალება ხო მithumetes უკმენ დღე იყო და ვერ ვნახავდი ამას ოფიციალურად ხო როგორც კი დოკუმენტაცია ხელში მეკრია მე გადავწყვეტ სავარაუდოდ გასაჩივრდება ეს პროცესი სავარაუდო სასამართლოში, იმიტომ რომ კითხვით ნიშნები არსებობს, მოდის კომპეტენტურმა ორგანომ სასამართლომ შეაფასოს არის სწორი თუ არ არის სწორი, იმიტომ რომ მართლა არ მინდა არ მაქვს ინტერესი რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურო საბჭო დაკომპლექტდეს და ამ პროცესში იყოს კითხვით ნიშნები და მე მინდა რომ უახლოეს პერიოდში შეიკრიბოს სამეურო საბჭო და დაიწყოს ტელევიზიის და ამ რადიო არხების მართვა და წარმატება მინდა უსურვო საზოგადოებრივ მაუწყებლობას, მაგრამ თუ კი პროცედურული დარღვევის სადმე გაჩნდება, ეხლაც შემდგომაც აუცილებლად მივიქნები ამ პროცესში ჩართული, იმიტომ რომ თემა საზოგადოებრივი მაუწყებელი, ჩემი ინტერესსაგანი ეხლა არ გავხდარა. 4 წელია მაინტერესებს ეს თემა და ამიტომაც ბოლომდე მივყვებით აი ამ პროცესებს ესე რომ ვთქვათ. ძალიან დიდი მადლობა გენო წარმატებებს გისურვებთ ტელემაყურებელს. შევახსენებთ გენო გელაძე პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს უმაღლეს საბჭოში დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განვაგრძობთ გამოშვებას.